მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია სტავ და მეგობრებო ვიდეოში განახოთ თუ როგორ უნდა შევცვალოთ პაკას სტილი და მეორე თუ როგორ უნდა გავამოწმოთ პაკა. კარგით მეგობრებო, მას დავიწყეთ. აი მე როგორც ხედავთ მაგ-ორი ფოლდერი განზადებული, იმანაც არის ის განახილული როგორ მზადდება ფოლდერი. დავაკეთეთ მარჯვენა ღილაკს, შემდეგ new and folder. კარგი და გაიხსნა, აი როგორც ხედავთ ეს აღარ გჭირდება. ესე იგი კარგი. ჯერ როგორ უნდა შევცვალოთ სტილი პაკას. დავაჭერთ აი სტავ პაკას მარჯვენა ღილაკზე და ვაჭერთ properties. კარგი, შემდეგი გაგიხსნით აი ამ რაღაცას და გადავალთ ბოლოში custom-ის. გადავალთ და შემდეგი დავაჭერთ აი აქ changeit. და ვიცით რაც თქვენ გსურთ, აი მაგალითად ეს ან ეს რაც თქვენ გსურთ, რომელიც მოგეწონებათ დააყენეთ ის. მე ახლა ამ ვიდეოში დავაყენებ აი ამას. კარგი და აი როგორც ხედავთ შეიცვალა სტილი და პაკა ერთი და იგივეა. ესე ეს ერთი აღარ გჭირდება, კარგი, უნდა იყოს აი აქ. ესე იგი ახლა როგორ უნდა გავამზადოთ პაკა. დავაჭერთ მარჯვენა ღილაკს და დავაჭერთ აი აქ create short და გაიხსნა როგორც ხედავთ. და მე შეგვიძლია შევცვალოთ სახელი რაც გინდათ ყველაფერი, მაგრამ მე აი მაინც ასე ვიზავ. აი როგორც ხედავთ ნახე რამდენი არის, აი კარგი წაშალით ესე აღარ გინდა და მოგჭამ დღეს იყო სულ ჩვენი ეს ვიდეო. მეგობრებო, დღეს მე ამ ვიდეოთი გემშვიდობებით, გამოიწერეთ ახლა და ლაიქეთ ის ნახვამდის.